წინა ვიდეოში წავაწყეთ ქოხი, იმის მერე გავიდა 3 თვე, ძალიან მაინტერესებს რა დაგხვდება ახლა იქ. ამჯერად ვერად უფრო უკეთეს ქოხს გავაკეთებთ, ვიდრე წინაზე გქონდა. უკეთესი ქოხის აშენება კი გვინდა, მაგრამ მოდი გავიხსენოთ რა მოხდა წინაჯერს. აი, ასეთი ქოხები ავაშენეთ და ახლა ძალიან გვაინტერესებს აქ დაგხვდება თუ არა. აქ არისო ბიჭო შენი ქოხი, სად იყო? ჩემი აქ არის ბიჭო. აი, მაგ დავათებთ კოცოს. წინაზე ქოხები ცალ-ცალკე ავაშენეთ და ვერაფრით გადავწყვეტეთ ვისი იყო უკეთესი. რა ბიჭო ესა? მაგრამ ჩემი აზრით ახლა მარტივი გასარჩევია ვინ გაიმარჯვა. შეხედეთ, ნიკას ქოხისგან აღარაფერი დარჩა. რაღაცა ხომ არ გაკლია თვალში ვასკა? მითხარი. არ მითხრა მე თვითონ ქალაქი აღარ არის. მაგის თქმა მინდოდა რა. არა ბიჭო, ერთი ცალიხი არის მარტო დარჩენილი, შეხედეთ. საბოლოო ჯამში ვინ გაიმარჯვა? აი შევა გაიმარჯვა. დააკვირდით, რა განსხვავებას ხედავთ წინა ვიდეოსა და ამ ვიდეოს შორის? ფოთლები აღარ არის. მოიპარეს. ცოტა ჩუმად არ შეიძლება. ნუ აღვიძებ ძინარე ირემს. რაც მგონი რომ ძალიან დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. რა მოხდა? სანამ ჩვენ იმის კეთებას დავიწყეთ. ბარი მივჭახო. მართალია, უსიტყვოდ მოგევთ ერთმანეთს. მიგა პროგრამიზერია. მივირჩო და თან ვიფიქროთ, მაგრამ ისი გაკეთება შეიძლება. წინა ვიდეოში მე და ბატონმა ნიკოლოზმა ცალკ-ცალკე ავაშენეთ ქოხები. ამის გამო არც ერთს არ გამოგვივიდა. ჩემი მახინჯი იყო ნიკასი დაუსრულებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ახლა ერთად გაგვეკეთებინა. ხო გახსოვთ ფოთლების პრობლემა? ბევრად უფრო მეტი შრომა დაგჭირდება. ამიტომ ვიფიქრეთ რომ ძალების გაერთიანება არც ისე ცუდი იდეა იქნებოდა. აი იმაზე ხوار გადავაფაროთ ესე ბევრი ტოტი უბრალოდ. ვიდეოები ხო არ გვინდა ხა? ვიდეოების ნახოს კარგი იდეაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიდეოები არ გვინახავს. ჩვენი იდეებით გადავწყვეტეთ რომ გვემოქმედა. ერთ ჯოხს აქ ჩავარჭობთ, აი აქ. ერთი და ერთი იქ. და ერთს აქ. მე ამათ შევკრავთ ესე და ზევიდან გადავხვე და ფოთლებს დავაყრე. რა ძალიან რთულია. არ ვიცი, დაგიჯერო. რავის ორი მალაიზიელი ძმა სახლებს აშენებენ ორი ხელი. ნიკას იდეამ დიდად არ მომხიბ. ამიტომ გადავწყვეტე რომ ჩემი ჩემეთავაზებინა. იქნებ მე უკეთესი იდეა მომსულოდა. იდეა მოისმინე. ერთი ჯოხი იქ ჩავაჭოთ, ერთი ჯოხი იქ ჩავაჭოთ და ესე გადავხუროთ. ფოთლები აღარ გვაქვს რომ გადავხუროთ. ამიტომ ძალიან ბევრი ტოტი იქნება მოსაგროვებელი და ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის გაკეთება. ამიტომ ვიფიქრე რომ ჩემი ძველი ქოხის გადაკეთება არც ისე ცუდი იდეა უნდა ყოფილიყო. შეხედე. გატეხავ. ეს არა, ამას ტოტებში ადგილი აქვს. აქ ჩავაჭოთ ჯოხი, აქ ჩავაჭოთ ჯოხი და ზევიდან გადმოვხუროთ. ვილას იკეთებ ძმა? ასე თუ გავაგრძელეთ, ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით. მით უმეტეს რომ 6 საათზე ჩადის მზე და უკვე 3 საათია. და ამ 3 საათში უნდა მოვასწროთ ქოხის აშენებაც, ცეცხლის ანთებაც, საჭმელის ჭამაც და ასე შემდეგ. ასე რომ სანამ დახამდება, ბევრი რამე გვაქვს მოსასწრებ. ამიტომ ბატონმა ნიკოლოზმა ერთ გასაოცარ იდეას მიაგნო. მოდი ესეთ რაღაცას შემოგთავაზე. მოდი იქ თავხარი გადავხუროთ. და მე როგორ ჭკვაზეც ვიქნებით ისე მოვიქცეთ რა. კარგი. ჩვენს არსენალში 2 ცული, 1 წალდი, ხერხი, თოკი, წყალი, საჭმელი და 3 ბარემი. აი ეს პრობლემაა. 2 უკვე ვჭამეთ და ამ ერთს როგორ გავიყოფთ ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ კიდევ ერთი უბედურება ისაა რომ ჩვენი იარაღები არც ისე მოწოდების სიმაღლეზეა. მაგ ცულს აჯერს. აბა დავანებოთ ტიჩი თუ ჩააშითხავს. სული გვაქვს. ამ ყველაფერს დამატებული ისეთი ქოხი უნდა ავაშენოთ, რომელშიც ორივე ჩავეტევით. მაგრამ ამ ყველა უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ საშინლად ციოდა და ხელები მომეყინა. სანამ ჩვენ მაგას გადავწყვეტთ, მე ვფიქრობ რომ ცეცხლი დავანთოთ რომ გავწვეთ. ვეგათვეთ აქ წავკიდეთ ყველაფერს. ცი არა ხარ ბიჭო? მოდი ბიჭო ცეცხლი ავანთოთ სიახლოვეში. დავწავთ რამეს. შეიძლება ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ საშინლად მციოდა, ამიტომ ცეცხლის ანთება ძალიან მინდოდა. სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე ნიკას რატომ არ უნდოდა ცეცხლის ანთება, მაგრამ თვითონ ერთ საინტერესო რამეს ამბობდა. მოდი ჯერ ცეცხლი ავანთოთ რა. აი მე შენ ცეცხლი ავანთოთ რა. ჩემი თავანთებ შენი ჯექი. რა გინდა მეტი რა გინდა? ესე იგი მე საქმეს გავაკეთებ. გეხვეწები, აი აქ არ წავკიდო რაღაცეებს. ვეღარ ჩავაქ. ძალიან ეშინოდა რომ ხანძარი არ გაგვეჩინა. ამიტომ გადავწყვიტე რომ უბრალოდ ქვები შემომელაგებინა. აი ასე. ერთი ცეცხლი ამითი ამაზე გავთვალხარ. ერთი მე რა ამიშენები აქ შესულხარ. მაგრამ პრობლემა ცეცხლში საერთოდაც არ არის. ხო გახსოვთ ჩემი ნათქვამი უკეთესი ქოხი უნდა ავაშენოთ თქო. ერთად აშენებაც სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ. ახლა ვერაფერზე ვერ ვთანხმდებით. ვერც ქოხი როგორი უნდა იყოს, ვერც კოცონის ანთებაზე. და მომავალში შეიძლება კიდევ ბევრი რამეზე ვერ შევთანხმდეთ. რამაც კარგ ქოხამდე კი არა, შეიძლება ძალიან ცუდ რამემდე მიგვიყვანოს. იმის მიუხედავად, რომ ნიკა საშინელი მოწინააღმდეგე იყო ცეცხლის ანთების, მე მაინც დავიწყე ანთება. როგორც წესი, ძალიან მიჭირს, მაგრამ ახლა ზედმეტი мотиваცია მქონდა
ნიკას ხო არ ვათქმევინებდი ცეცხლი ვერაანთო. თან გარშემო ყველაფერი ხმელი იყო და მარტივად დაენთო. და აი აქ დაბრუნდა ბატონი ნიკოლოზიც. რასაკეთ? ერთი ცეცხლი ამით ამაზე გავწმარხარ. ერთი მე რა ამის შენები აქ შესულხარ. დრო გადის ამასობაში, რო იცოდე. აგით ხო გითხარი ცეცხლად დავათოთ კი აჰა. ვითომ კი ავანთ ეს ცეცხლი და ნიკას თვალშიც მაგარი გამოჩნდი, რადგან თვითონაც გათბა, მაგრამ ნელ-ნელა ხრებოდა რაღაცნაირად. ბიჭო დაბლა რას რაღაცას ხოდა მოეკიდოს და აი ხო უკიდია ბიჭო. ზევიდან რო აყრი ესე ჩადე რა. შანაირად თორეგი. ამიტომ გადავწყვიტე სასტრაფო წავსულიყავი და ბევრი ტოტი მომეძებნა. ამისთვის ნიკას ძველ ქოხს მივადექი, რომელიც ისედაც დანგრეული იყო და უნდა დავშავოთ და დაბლა უნდა ჩავიტანოთ. ჩემი ცეცხლი ათია. ჩემი ცეცხლი არ ჩაქრეს. ჩემ ცეცხლს მივიხედე. ცეცხლზე საშინლად ჩავიციკლე, რადგან მისი ჩაქრობა ჩემს რეპუტაციას საშინლად შელახავდა. ნიკას თვალში, მაგრამ როცა რესურსებით დაუბრუნდი, ცეცხლი უკვე სულ ზღაფავდა. და მას გარშემო ნიკა დასტრიალებდა. გაუშვი ხელი და დავიდე ხმა ხერატოტებად. ჩემ ცეცხლზე შენ უფრო მეტად რატო ზრუნავ ძმაო? ნიკამ თავის საქმეს, ქოხის აშენებას, თავის საერთო დაანება და ჩემს ცეცხლზე გადმოერთო. საერთოდ რა ჯანაბა უნდა წავიდეს და თავის საქმე გააკეთოს. უკვე 45 წუთია ამ ცეცხლს თავს დავტრიალებ და ვერაფრით ვერ ავანთე. ამიტომ მივხვდი რომ ნიკას დახმარება არ მაწყენდა. მაგრამ ნიკა ჩემს გასალანძღად და იმის სათქმელად უფრო იყო მოსული, რომ ხო გეუბნებოდი ძმაო, ჯერ ცეცხლი არ უნდა აგვენთო, ვიდრე დასახმარებლად. ეგ რა არის ბიჭო, აი ეს და იქ ერთი სიმაღლე, აი ეს და იქ დიდი დავიღე დაიცა. ნერე მეშრა პროსტა რა დაგიხა. და ხები ისე დავადე რა გინდა ბიჭო? ტოტი რომ მოგეცი სად არის? ეგ არის ხვენი ტოტი ბიჭო. დებილი ხარ და მარა ვქნა, აჰა მოიცა. ცეცხლის ყველაში 2 ცალი ტოტი დავადე მარტო. ნიკამ ლანძღავდა დრო დამაკარგვინეო. მე ამის მიუხედავად მაინც არ ვნებდებოდი, მაგრამ შემდეგ ქოხს შევხედე და დავინახე რომ არაფერი არ იყო გაკეთებული. კოცონის ანთებაზე 1 საათი დავკარგეთ. თან გამახსენა რომ ძალიან ბევრი რესურსი გვჭირდებოდა. ამის გამო სამწუხაროდ ჩემს კოცონზე ვთქვი უარი. ბატონ ნიკოლოს უნდა თურმე, აი ამდენი წოტით გაავსოს მთლიანად. დახოთ რამდენი დაგჭირდება? ბევრი. იქ ძალიან ბევრია ბიჭო, საიდან უნდა მოვიტანოთ მაგას? არ ვიცი. მაგაზე შენ და ვიხარ. ნიკამ ტოტების მოგროვება მთლიანად მე დამავალა. რამაც ცოტა არ იყოს გამაღიზიანა. ბიჭო ესე ვერ მოვასწრებთ. მოვასწროთ, ვინდი. შენ მომიტანე. მაგის გამო ჩემს ცეცხლზე ვთქვი უარი. 2 საათი გვაქვს დარჩენილი. დაჟე საათნახევარი მეტრო 6-ზე ჩადის. უნდა მოვასწროთ. აი აქ გამახსენდა წინა ვიდეოში აღმოჩენილი ხეების საბადო, რომელიც აი ამ მთის იქით არის. გადავწყვიტე იქ წავსულიყავი. სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი რა დამხდებოდა. მაგრამ აცხა საბადოს მივაგენი ძმა. წინა ვიდეოში აი ამ ადგილზე კვახივით გავსკდი. იმედია იგივე არ დამემართება. ვა! წინა ვიდეოში აქ წავიქეცი. ეს ტოტები არ გვეყოფოდა. ამიტომ მეორედ მომიწია იქ გასვლა. და ნიკამ ამჯერად ხმა მოიღო. ძალიან ცივა. ფეხებს ვეღარ გუძნობ. ესეც არაფერში არ მეხმარება, რომ ესენი კი მოახმარა. ერთი ცეცხლის, აი ერთ ცეცხლს დავანთებო, ერთი რაღაცა თქვა, ერთი. გიზგიზებს. აх. სისხლი პირდაპირ ეთერში. ციაზე საწავიქეციო. ნიკას ყმედობის მიუხედავად რაღაცნაირად კარგად დავეწყეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ნიკას ცეცხლი აენთო და მე ტოტები დამელაგებინა. რა გადაწყვეტა? შენ ცეცხლი აანთე? ამ საქმეს მე მივხედავ. ასე დროსაც მოვიგებდით და ორივე საქმე კარგად გამოვიდოდა. ნიკამ ცეცხლი ძალიან მარტივად აანთო. მეც საკმაოდ სწრაფად ვალაგებდი ტოტებს. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და ჩვენ შორის დაძაბულობაც გაქრა. მაგრამ უეცრად და არსაიდან უბედურება დაგვატყდა თავს. რა მოხდა ბიჭო? გატყდა ტოტი გატყდა. ესე ჩერი დადებული და ნენი გაკეთებული საქმე. შენი გაკეთებული საქმე მივაფსია. საშნელი რამე მოხდა. თითქმის დასრულებული იყო და დაინგრა. ამიტომ საშნელი ხასიათი დავდებით. დაღამებამდე სულ რაღაც 40 წუთი იყო დარჩენილი. ამიტომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. ამიტომ ერთობლივი ძალებით დავიწყეთ აშენება. ამოდრება ეგ მოჭრა, დაგადმა გაუგო. პირველმა ხერხმა რომ უცებ მოგვეგვარებინა რაღაცეები არ იმუშავა. ამიტომ უბრალოდ ახალი საყრდენი გავაკეთეთ და სრულიად თავიდან დავიწყეთ ჯოხების დალაგე. სხვათა შორის უცებ დავალაგე. მაგრამ ვაიმე! არა, ხო. ვაიმე! ისე ვინგრეოდა, მაგრამ გადავარჩინეთ. და საერთო ძალებით მე და ბატონმა ნიკოლოზმა აი ესეთი საყრდენი გავუკეთეთ.
საყრდენი რა, თოკზე გამოვაბი თუ აღარ ძაქცეულიყო. ვიღაცები რაღაცებში იხვეწებიან, აგე? ნიკა დაიხვეწა ცეცხლის ანთებაში? აგერ ძმაო მოვასალი დავიჭირე. ცეცხლს შეხედე, ძმაო. არა, მაგარი ხარ რა. უკმაყოფილება რაღაცნაირად განიმუხტა. მაგრამ კოხი დასასრულებელი იყო. უკვე ნახმელი ფოთლები მაინც უნდა მივაყაროთ, მაგრამ ძალიან მოგშივდა. გახსოვთ ის ერთი ცალი ბარემი. აი ახლა გადაწყდება მისი ბედი. ამ ხორცს ეხლა ვინც უფრო გემრიელად შეწოვს, ის მოიგებს არც მეტი, არც ნაკლები უკანასკნელ ბარემის შოკოლადს. დეგუსტატორი მიგვეყოლება. ჩვენ თვითონ შევჭამთ თვალებ დახუჭული. ხო, გამარჯვებული ასე გამოვლინდება. ისე შევჭამთ, რომ არ გვეცოდინება რომელი რომლისია. მაგრამ ამბავი ის იყო, რომ დაღამებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. და ხო, დაღამდა კიდევაც. მაგრამ გამარჯვებული მაინც გამოსავლენია. ეხლა შეჭამე. ახლა ძალიან გემრიელი, მაგრამ რომელი ჯობია შენ ეგ თქვი ხოლმე ახლა ნორმალზე ჯობია. არ მიჩვენია. აბა ეხა ჯობია. ბატონმა ნიკოლოზმა გაიმარჯვა და დამსახურებული ბარემიც მიიღო, მაგრამ ბოლოს ერთი კეთილი ჟესტით დაასრულა. მან ეს გემრიელი და თითებ ჯასაკუნეთი შოკოლადი გამიყო. ქოხის დასრულება ვერ მოვასალით და ვერც მიზანი შევასრულეთ. რატომ? იქნება ამდენი პრობლემა რო ქონა მაგის ბრალია, მაგრამ არა. ეს იმის ბრალია, რომ შენება კამათით და შეუთანხმებლობით დავიწყეთ. აი დააკვირდით, როგორც კი ერთად კეთება დავიწყეთ, დანგრეულიც კი მარტივად დავაშენეთ. ამიტომ ჯობდა თავიდანვე კამათის გარეშე გვეკეთებინა. შესაბამისად, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ არც ახლა იყო გვიანი. ყოველთვის შეიძლება ურთიერთობების უკან დაბრუნება. და არ დაგავიწყდეთ ბარემის მეგობრებისთვის გაზიარება.